This is a tough man. This is a guy who's highly opinionated. ეს კაცი ძალიან თავდაჯერებულია. როგორც წესი, მე არ მიყვარს თავდაჯერებული ხალხი, მაგრამ ეს ყოველთვის მომწონდა. ის მტკიცე კაცია და მშვენივრად უმკლავდება სამუშაოს თავის ქვეყანაში. შესანიშნავი ურთიერთობები ჰქონდა როგორც სამხედრო, ისე სავაჭრო მიმართულებებით. კარგი იქნებოდა მას შეეწყვიტა რუსული ნავთობის ყიდვა, ვიდრე რუსეთი განაგრძობს ტირანიას უკრაინის წინააღმდეგ და ისინი კვლავ იბრძვიან. უკვე მილიონობით სიცოცხლე დაკარგეს და რის გამო? იცით რისთვის? ეს სამარცხვინოა. გუშინას ვამბობდი, გაგრძელდეს ასე, რადგან მათი ეკონომიკა არის საშინელ მდგომარეობაში. სამარცხვინოდ მივიჩნევ მათ საქციელს, რადგან სრულიად უსაფუძვლოდ ხოცავენ ამდენ ადამიანს. გასულ კვირაში 7818 პირი დაიღუპა, ძირითადად ომში. მათი მოქალაქეებიც და უკრაინელებიც დაიღუპნენ. სხვათა შორის რუსები ბევრად მეტი, ვიდრე უკრაინელები. ეს ადამიანების სიცოცხლის ფუჭი ხარჯვაა. ამიტომ პუტინი უნდა შეჩერდეს. როგორც იცით, მე 7 ომი დავასრულე და ალბათ უფრო მეტიც, თუ ნამდვილად გსურთ ფაქტები იცოდეთ. ვფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე მარტივად მოსაგვარებელი ომი, მაგრამ მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ პუტინით. ის ჯიუტად იბრძოდა, თუმცა მათ მილიონამდე ჯარისკაცი დაკარგეს. ბოლო 2 კვირის განმავლობაში ასეთი ინტენსიური დაბომბვების მიუხედავად, მათ თითქმის ვერ დაიპყრეს ტერიტორია. ამაზე დაფიქრდით. თითქმის არანაირი მიწა არ მიუღიათ. არავის არასდროს არ ვუწოდებდი ქაღალდის ვეფხვს, თუმცა რუსეთმა მილიონობით დოლარი დახარჯა ბომბებში, რაკეტებსა და საბრძოლო მასალებში. ვფიქრობ, მართლა დროა შეჩერდეთ.